მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასებო. მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, მოვედი სასწრაფო ინფორმაციით და სასწრაფო ამბებით. ანუ ვაპირებდი, რა თქმა უნდა, დღის ჩაწერას ცოტა ადრე ვერ მომიხერხდა ვერანაირად, მაგრამ დღევანდელი დღე 18 რიცხვი ყველაზე მნიშვნელოვანი რიცხვია და ამიტომ ანუ მთავარი იყო, რომ არ გადამეცილებინა და ჩამეწერა თქვენთვის 18-ის ვიდეო. ავანთე ხელნაკეთი საოცარი კოდით ასევე დამუხტული, რა თქმა უნდა, ვის ყიდულობს იმის სახელით და გვარით იმუხტება და დაბადების წელით და რიცხვით. ეს არის ჩემზე კონკრეტულად დამუხტული სასწრაფოდ ავანთე 12 საათზეც კიდე უნდა ავანთო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რიტუალი ამაღამ ძალიან ძლიერი, ვინაიდან გადავდივარ ძალიან დიდ და ძლიერ პორტალში ხვალინდელი დღე და ზეგ უკვე გვირგვინდება 21 დეკემბერი 2 დღესასწაულით და შესაბამისად ამაღამ 12-დან დაიმუხტება სანთლები, რომლებიც უკვე დამზადებულია და გამზადებული და დაიმუხტება ამაღამ ხვალ და ზეგ და კონკრეტულად უკვე თავისივე კოდით, რაც იქნება ჩადებული და რასაც ვდებთ ფინანსები, კარიერა, პირადი ხო, ყველა აბსოლუტურად ყველა საკითხს ვეხებით სანთლის კეთების დროს. ეს გოგონა, რომელიც არ ვიცი, საოცარ ენერგიებს დებს ამ სანთლებში და მადლობა შენ ჩემო საყვარელო ამისთვის და ყველაზე მთავარი ამაღამინდელი დამუხტული ამაღამ ხვალ და ზეგ, რაც ლოცვები წაიკითხება ამ სანთლებში და რა ძლიერი ენერგეტიკა ცდება, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში, რა თქმა უნდა რიტუალთან ერთად. ეს იდეალურია ზოგადად რიტუალებსაც, როდესაც ვასმენინებ ხო მათ და მე უკვე გვხვდებით და ვაწვდი ხოლმე ხო, ვისაც უნდა შეძენა, ასევე შეგიძლიათ უბრალოდ მხოლოდ სანთელით შეიძინოთ, არც ეს პრობლემა არ არის, მაგებინებთ რამდენიმე დღით ადრე აუცილებლად. ეს უკვე დამზადებული კოდჩადებული სანთლები არის დამუხტული, ოღონდ კონკრეტულად თქვენი სახელით და გვარით, თქვენი პარტნიორის სახელით და გვარით, დაბადების წელით და რიცხვით, ასევე ვისაც მხოლოდ ფინანსები აინტერესებს, კარიერა, ამაზე, როდესაც უკვე იძენთ, ის 3 ღამე, 4 ღამე მოხდავთ და მე უკვე გაწვით. ამიტომ ჩემო ძვირფასებო ძალიან ძლიერი დღე მოდის და 21 დეკემბერი ეს არის აბსოლუტურად გაწმენდის თავიდან დაწყების, ანუ ციკლის დასასრული, მიხვდით? და როდესაც თავიდან ვიწყებთ ყველაფერს, ვიცით რომ ჯერ ისედაც ვიცით რომ გველი ასე თქვა ცოტა ნელა, ხო ხდებით როგორ ახსნათ და დიპლომატიური უფრო ხო და დაახლოებით რომ მოკლედ აგიხსნათ და ცხენი რა არის? ცხენი აბსოლუტურად ცეცხლი, აბსოლუტურად ქარიზმა, ცხენი არ დაგაცდით ამოსუნთქვის საშუალებას და თქვენ თუ ესე დაჯდებით, ცუდად არ ვიზახი, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ დაჯდებით და მოდი, გავიდეს ერთი რამდენიმე დღე, კაცო, რამდენიმე კვირა და მე ვნახოთ, ცხენი ამას არ დაგაცდით. აი ეს მინდა რომ გაითავისოთ ჩემო ძვირფასებო და სანამ თქვენ ამას დაელოდებით, სამწუხაროდ უკვე სხვასთან ხელის გულით აი ესე ლამაზად მიბრძანდება ეს თქვენი პარტნიორია, ეს თქვენი ფინანსებია თუ ეს თქვენი კარიერაში წინსვლა. ამიტომ ძალიან მინდა სწორად გაიაზროთ, რასაც ვიცახი, დანარჩენზე რა თქმა უნდა პირადში მომწერს და იქ უკვე აგიხსნით პირადში კიდე უკეთესად, ვისაც კონკრეტული კითხვები გაქვთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩაწერებზე და ფიზიკურად აღარც ადგილი, აღარც დრო, აი მაქსიმალურად ეცადეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად. იმიტომ რომ მე თვითონაც ამოუსუნთქავ რეჟიმში ვარ და 3 საათი არ მძინავს ღამე და ძალიან გთხოვთ, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად რაც გვინდა და რაც გადაწყვეტილი გაქვთ, დროულად მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ მეც ასე ვთქვათ, ჩაწერების დროს ახლა ზოგს წინს რომ აი მე შენ მოგწერე და კი მომწერე და დღეს ვერ ხერხდება. იმავე დღეს მეორე დღეს აუცილებლად შეიძლება იმავე დღესაც. ამიტომ ამაზე არ ვიდაოთ აქ და ნურს კომენტარებში უნდა მიწერთ მსგავს რამეს, მომწერეთ პირადში და გაგცემთ პასუხს. TikTok-ზე მწერთ პირადში, მე გამატებთ WhatsApp-ზე, ხოლო YouTube-ზე ჩემარხზე იმაში ავირიე, გადათიშული ვარ, მეპატიება. კომენტარებში რო არის, მანდდებს ვიდეოს ბოლოს ჩემი ნომერი და WhatsApp Viber-ზე მამატებთ მოკლედ. თან ავანთოთ სურნელოვანი ჩხირი 1 წუთით.
ამის გარეშე არ შემიძლია მუშაობა და აუცილებლად თუ რაიმე პრობლემაა, მით უმეტეს პირადს რაც ეხება ჩემო ძვირფასებო, გველისწელი თუ გვაცდიდა რაღაცებს და გველი თუ გვაცდიდა რაღაც სიტუაციებს, ცხენი არ დაგაცდით, ცხენი სანამ გაიაზრებთ ის უკვე სხვაგან აღმოჩნდება, ხო? აქ არ დაიწყოთ ეხლა, რომ თუ უნდა წავიდეს, ეგრე უნდაზე ბევრი რამე ხდება, ხო? მაგრამ თქვენ რას აკეთებთ სამყაროსთვის? აი, ეს არის ყველაზე მართალი და სწორი. თქვენი უნდა გააკეთოთ და მე როგორ და რა დავაგდება, ხო? იმას უკვე ფეხდაფეხ უნდა მივყვეთ. კარგი. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ვიდეო საჯარო კონსულტაციას და საჯარო გაშლას და ვფიქრობ გავშალო ანუ რას ჯერ სახელს გეტყვით და მე მოვიფიქრებ დასდას. რა შემოგვიტანს ცხენის წელი 2026 წელი, რა სიახლეებს შემოიტანს პირადი კარიერა და ფინანსები და ვფიქრობ, რომ გავშლი ბოდიშით და ესე გადავიწი. წუთით მეორე დასტაც მინდა მოვიღო და მე ვფიქრობ რომ სწორდორზე ხوار. მოდით ნახეთ რას გავაკეთებ. აი ესე გავაკეთებ ერთი წამით. თქვენ კარგად იცით რომ მე არაფერს არ გეგმავ, წინასწარ და არაფერს არ ვალაგებ. აი რაც მომაფიქრდება და რაც ასე ვთქვათ რომელიც დასტაზეც გამიწევს გული ისევ შლი და სამი დასტით დავსვავ ამ კითხვებს. აი ამას გავაკეთებ. და აუცილებლად საყურებელი ვიდეოა ეს. ხო, მესმის ზოგი წინასწარ ამზადებს, მე არაფერს არ ვამზადებ, იმიტომ რომ ხა წამივიდა დრო, ჩემი ინტუიცია, აი რასაც მკარნახობს, ისე ვიქცევი. ნახეთ სამი დასტა. პირადი კარიერა, ფინანსები. ეს იქნება პირადი წლის ბორბალი, კარიერა, ეს იქნება after ტარო, განახლებული ტარო, რომელიც აბსოლუტურად საოცრად მეტყოლებს და მესამე ფინანსებში დავიხმარ რაიდერს აუცილებლად. თუ რაიმე კითხვა გამიჩნდა აუცილებლად და გაგიჩნდა თან თქვენს მესმის ახლა შეიძლება მითხრათ რომ აქედა როგორი გრძნობ, მაგრამ მაგასაც ვიტყობ დამჯერად მე თვითონ მივხვდები რომ ჩავშლი რა კითხვა უნდა დავამატო და ჩავსვა. ამოხტა ეროფანტი, მოდით დავტოვებ, მეორესაც არ ჩეხავ. ანუ დასტის ფონად დავტოვებ. აუცილებლად მით უმეტეს ვინც ახლა რიტუალებზე ძალიან ბევრი მოვიდა რიტუალებზე უკვე და ყველგან ჩაწერა და ამიტომ რაც მალე მითუკეთესი აქ აღარ არის იმის დრო რომ ცოტა მერე და ხვალდაზე არა ჩემო სურფასებო, იმიტომ რომ ისედაც რთულ პერიოდს გავდივართ, რთულ სიტუაციებს გავდივართ, ასევე ძალიან დიდ და ძლიერ დღეებს გავდივართ ეს სამი დღე, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ რომ დროულად თუ რაიმე გვინდა დროულად. თორე ეხლა დამემატნენ ზუსტად ისეთი გოგონები, რომლებიც ადრე ასე ფიქრობდნენ და რამდენიმე თვის მერე ისევ მოვიდნენ, ამიტომ ნახეთ რის თქმა მინდა, რაც მალე მითუკეთესი, სანამ ცხელია სიტუაცია ეშველება. ერთი წელი რო დამთავრებულია და კაც თქვენგან წასულია და მერე ვიწყებთ, ხო? კი, რა თქმა უნდა, მაგაზეც მუშაობთ და ბრძოლობთ, ხო? რის საშუალებას მაძლევს. მაგრამ გამოძახებას ვაკეთებთ, ხო? ყველაფერს ვნახულობ და იმის მიხედვით, ამიტომ პირადი გაშლა აბსოლუტურად სხვა არის. ამის მიხედვით არ უნდა გადაწონოთ არაფერი. მაგრამ სადრო ერთი კვირა დაშორდით და ხო ხვდებით აი ახალი ცხელი სიტუაცია. კარგით. მოდით ვნახოთ ჯერ რას მოიტანს 2026 წელი ცხენის წელიწადი პირადში. 6 არკანით. გადავდებ ამას. შემდგომ რას მოიტანს 2026 წელი ცხენის წელიწადი კარიერაში. აქაც 6 არკანით. ხო, როგორი დასტის ფონები გვაქვს და რას მოიტანს 2026 წელი ფინანსებში.
6 არკანი. მე ჯერ არ ვაბრუნებ. ვალაგებ ჩემო ძვირფასებო და დავიწყებ. საოცრება რა, საოცრება, აქ ისეთი არკანები ჩდება. კარგით, მოდით წინასწარ არაფერი ვთქვა, დავიწყეთ. პირადი და თუ დამჭირდა დავამატებ აუცილებლად რა შემოგვიტანს 2026 წელი პირადში. ეს არის ზოგადი და საჯარო და ნამდვილად აქ მე სიგნიფიკაციებს ვერ გავაკეთებ, ხო, ეს ახლა ვის ეხება, როგორ ეხება, ეს ეხება ყველას ჩემო ძვირფასებო, ვისთვის რას მოიტანს. ამიტომ აქ სიგნიფიკატორებს ვერ დავასახელებ და რას შემოიტანს ჩემო კარგებო, რა სიტუაციას ეხება და გეტყვით იმას, რომ პირადში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ბრძოლის ეტაპს გადიხართ, ძალიან ბევრი პირდაპირ ომის ფრონტზე მდებარეობთ და მიმდინარეობს ომი, ჩვეულებრივი ომი მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, ვინ მოიგებს ბრძოლას, ხო? ომი დიდხანს გრძელდება, მთავარია ბრძოლას ვინ მოიგებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად ამ შიშებისა, მიუხედავად აი ამ აწონდაწონისა, ეს საქანელოსავით სიტუაციისა და 50-50-ზე მდგომარეობისა, მე ვფიქრობ და ზუსტად ეს შეგრძნება და ეს ენერგიები, რაც მაქვს და რაც ახლა ტარორის უფლებასაც მაძლევს, კიდევ მეტად გაიზრდება. პირადში თქვენი ბობოქარი ხასიათი, კიდევ მეტად გაიზრდება თქვენი ეს როგორ აღხსნა შინაგანი ბრძოლის ინსტინქტები, იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება. ეხლა დასტის ფონი კი რაიდერის ავიღე, მაგრამ სხვა დასტის ფონებსაც შეგახედეთ, ზოგადად მინდა რომ გადახედოთ, იმიტომ რომ ნახეთ მართალ ადამიანთან მაქვს საქმე, მართალი ხართ. მე მინდა სწორად გაიგოთ, კი ბატონო, ეგოისტები ხართ, რა თქმა უნდა, როდესაც გიყვარს ეგოისტი ვართ, ხო? ეგოისტობა ბუდობს ჩვენში და ეს გვინდა არ გვინდაზე არ არის, რომ მე არ ვეჭვიანობ და მე როგორ არ ვეჭვიანობ, აბა როდესაც მიყვარს, როდესაც გრძნობა მაქვს, მაინტერესებს ვეჭვიანობ და მაქვს ეს ეგოიზმის სიტუაციები, მაგრამ ყველაზე მთავარი რის თქმაც მინდა ჩემო ძვირფასებო, მიუხედავად იმისა, აი ეგოისტობისა, მიუხედავად იმისა, რომ კი ბატონო მართალი უნდა იყოთ ამ ყველაფერში, რომ ნახეთ გამარჯვებული გამოხვიდეთ, ყველა საკითხში გამარჯვებული გამოხვიდეთ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ბრძოლა გიწევთ წინ. აი, თქვენი თვალით მინდა დაინახოთ, აიხახოთ, თქვენ თვალით წინ ავჩეხეთ დასტები, ორიანი ხმლები და რაინდი ხმლების, როგორი ბრძოლის სიტუაციები გიწევთ, როგორი არ ვიცი, აი ქარბორბალა მდგომარეობა გიწევთ, ოღონდ ეს უკვე აღარ არის რომ ლაითი სიტუაცია, აქ საკმაოდ აი დაახლოებით რომ აგიხსნათ, ნუ არ არის გამორიცხული, რომ დანგრეულ ოჯახსაც ეხებოდეს, ასევე არ არის გამორიცხული სიტუაცია, რომ ერთ ოჯახი ყავს, მეორეს არა და პირიქით და ოღონდ ნახეთ როგორია ოჯახი ყავს, მაგრამ რო აი ფაქტიურად დანგრეულია და მაინც რაღაცას რო ვიპოტინებით, ეს სიტუაციაც არის, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ მე არ განვიხილავ, ეხა ვინ მართალია და ვინ მტყუანი. მთავარი კითხვის არსი არის, რას შემოიტანს პირადი საკითხები 2026 წელში, რას მოგვიტანს. მოგვიტანს ძალიან დიდ ორთაბრძოლას, ძალიან დიდ ასევე გაურებას და ძალიან ყურადღებით იყავით, იმიტომ რომ აიწონას პოზიცია, გაურების მდგომარეობა არ მომწონს და არ არის კარგი და თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც გაურება იწყება, იქნელ-ნელა სრულდება ყველაფერი და სასწრაფოდ ჭირდება ხელი შეშველება, რა თქმა უნდა, ამასაც შველით ხოლმე, ეგ პრობლემა არ არის, მაგრამ ის შიშები, რასაც თქვენ ახლა გადიხართ, ის ფორიაკი, რასაც თქვენ ახლა გადიხართ პირადში, არ არის გამორიცხული, რომ ერთ ძლიერ აი გაწონასწორებული ქალბატონებიდან და მამაკაცები ვინც მოყურებთ, ხო, თქვენ დასაპირისპიროთ მატერიალს, უცბად გადახვიდეთ რაღაცა რადიკალურ, აი როგორ იცით, პირდაპირ ხმალ ამოღებულ ქალებად და მამაკაცებად, რო არ ვთმობთ. ნახეთ, და აი ეს მომწონს, მიხვდით, რო არ თმობთ. როდესაც ჩვენია, არც უნდა დავთმოთ, ჩემო ძვირფასებო, რატო გვაქვს პირადი გაშლა, რისთვის ვაკეთებთ პირად კონსულტაციებს, იმისთვის, თუნდაც გამოძახებებს, იმისთვის, რომ გავიქოთ, ჩვენია თუ არ არის ეს ადამიანი ჩვენი, გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ, ხელი შევუწყოთ ამ ყველაფერს თუ პირიქით დავანებოთ თავი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ბრძოლა გველოდება 2026-ში პირადში, ძალიან ყურადღებით იყავით, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული, რომ თქვენ პარტნიორზე აქ გაურება ისეთი ჩაერთოს, იმიტომ რომ ორი-ორიანი ავონდეს და რომ ვერ გაიგოთ თქვენ თვითონ ვერ ახტება.
ამან მოიტანოს ძალიან დიდი შები და ფორიაქი და შემდგომ აი ეს ხმალმოღერებული დაადგეთ ამ სიტუაციას. ნახეთ, მიძინებულები ნუ იქნებით. თუ გველის წელში ვიყავით მიძინებულები, ეხლა რადიკალურად გამოღვიძებით, არც კი დაგაცდით ცხენი, თუ არა და სხვა არც ნახეთ, სანამ თქვენ გამოიღვიძებთ, სხვასთან უკვე გადალოცილი იქნება ეს სიტუაცია. ხო ვიცით ხო რასაც გულისხმობთ. ეს არის საჯარო გაშლა და მე აქ ვერ განვიხილავ კიდე ხა დეტალებს. ხო პირადში თუ კიდე ვინმეს რამე გაინტერესებთ. ძალიან ყურადღებით პირადში, როგორ გითხრათ, არ დანებება კიდე სხვა, აი არ უნდა მოვდუნდეთ, აქ რადიკალურად ძლიერი მხარე უნდა შევინარჩუნოთ და რადიკალურად, ანუ ზოგჯერ არის მამაკაც რა რო ჭირდება აი ეს რაღაც. მე არ გეუბნებით ცალით ვინმეს დაჭერას, რასულელია, თუ ჩვენი ამ შემთხვევაში გჭირდება ეს, ამიტომ ამაზეც რა თქმა უნდა პირადში ვისაუბრებ, ხო? ძალიან ყურადღებით, ძალიან გაწონასწორებულად, იმიტომ რომ არ მომწონს პირადში, რაც შემოაქვს ძალიან დიდი ბრძოლები შემოაქვს და თავიდანვე თუ ესე ქარცეცხლით დაიწყო სიტუაცია, მე რა იქნება, ხო? ამიტომ ვნახოთ პირადში რის დახმარება შემიძლია, მაგასაც გეტყვით, თუ არ შემიძლია, მაგასაც გეტყვით და რა შეიძლება გავაკეთოთ, მაგასაც გეტყვით. ვნახოთ ახლა კარიერაში რა შემოდის თქვენთვის. ხო, ეხლა გეტყვით, აქ ძალიან ბევრს ეს გაშლა ეხება. მე ვფიქრობ, არიან ქალბატონები ან მამაკაცები, ნუ განაშორები ან ცოლს, ან ქმარს, კი ბატონო, ბევრი ასეთიც მიყურებს. მე ვთქვი კიდევაც, რომ ეს არ არის კონკრეტულად ვინმეზე, ყველაზე ეს გაშლა, მაგრამ ამ წუთას რადგან პენტაკლების დედოფალი ამომდის კარიერაში, კარიერულად მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ წინ მიდიხართ. კიდე მეტს შემოგიტანთ ცხენის წელი, უბრალოდ ძალიან ყურადღებით გარკვეული ეტაპი იქნებით ერთი და იგივე ადგილას ჩამოკიდებულები. გარკვეული პერიოდი, ალბათ მე ვფიქრობ, იანვარი, თებერვლის დასაწყისში იქნებით ერთი და იგივე ადგილას, ერთი და იგივე რუტინაზე ჩამოკიდებულები, მაგრამ მე აუცილებლად იწყება ცვლილებები, მე აუცილებლად იწყება რადიკალური ახალი შემოთავაზებები. აქ არ არის გამორიცხული ბევრი საზღვარგარეთის თემა იყოს, თუნდაც კარიერულად, ასევე ზოგადად კარიერული თვალსაზრისითაც თავი დავანებოთ. თუნდაც ზოგადად ესეც მინდა გაითვალისწინოთ, რომ ბევრისთვის იქნება საზღვარგარეთ წასვლა, აი ამ თვეებში არ არის გამორიცხული, შეიძლება დასასვენებლად, შეიძლება ისე, ამიტომ ესეც მინდა გაითვალისწინოთ. ყოველ შემთხვევაში კარიერულის კუთხით მე აქ ხარ რამე საშიშროებას ხედავდი, არა, პირიქით. კიდევ უკეთესად მივიდივარ, საშიშროება რაც დავინახე, მაინც პირადია. ისიც ვიცით, რომ პირადი განსაზღვრავს კარიერას და ფინანსებს. ამიტომ პირადში არ უნდა აგვერიოს, რომ კარიერა და ფინანსებმა არ იკლოს. მიხვდით, იმიტომ რომ გვიჭირს კონტროლი. გიჭირს ზოგჯერ მეც მიჭირს, ანუ ადამიანები ვართ და არავინ არ თქვას, რომ მე არავინ არავიზე მეტი არ ვართ, არავინ არავიზე ნაკლები არ ვართ, ყველა ვართ ერთნაირები და მე თუ თქვენთან ასე ვსაუბრობ, მეც მყავს ადამიანი, ვინც ესე მესაუბრება, ხო? მეც ხომ მჭირდება, მეც მქონია მომენტი, რომ ვეღარანაირ გამოსავალს ვერ პოულობ და მაშინ მჭირდება დახმარება. ამიტომ ხდება, ყველას ჭირდება დახმარება, ექიმს რომ რამე აწუხებს, ექიმთან მიდის, ხო? მე რა რო თვითონ ექიმია. ამიტომ ზუსტად ეს მინდა გაიაზროთ. მე კარიერაში პირიქით დადებით სიტუაციებს ვხედავ, დადებით შემოვლებს ვხედავ, ასევე წინ წასვლასაც ვხედავ და წინაურების კუთხითაც, ასევე საზღვარგარეთ წასვლას, უბრალოდ ცოტა ხანი გაჩერებულ სიტუაციას ვხედავ ერთ და იგივე ტკეპნით, მაგრამ აუცილებლად აი აკრიფავთ ცხენის წელში და კარიერულად, არ ვიცი, აი რა ჩაგიჯდებათ ტვინში, რა გადატრიალდება ტვინში, პირდაპირ ერთიანად რიოკითო ხო გაგიგიათ, აი ცხენი რომ მიგაქროლებს, ეტელს აი დაახლოებით ესე წახვალთ კარიერაში. ამიტომ კარიერაში მომწონს სიტუაციები. ეხლა ვნახოთ ფინანსები რა იქნება. ოპა, ფინანსებში რა ხდება? ხო, ეხლა გეტყვით ერთ რაღაცას, აქ როგორც ჩანს, არ არის გამორიცხული, რომ პირადმა ძალიან ბევრი რამე გადაწონა, ასევე ძალიან ნერვული სტრესის ფონზე ბევრი სხვადასხვა სიტუაციები მოხდა და სხვადასხვა მდგომარეობები მოხდა და ყველაზე მთავარი ფინანსებში რაღაცა ჩავარდნები გქონდა. არ არის გამორიცხული, იყო. ნახეთ, მე არ გეუბნებით, რომ 2026 წელს იქნება, იყო, არ არის გამორიცხული კონკრეტულად პირადმა განსაზღვრას ფინანსებიც და იმიტომ მოხდა ასე, მაგრამ აბსოლუტურად ჩემო ძვირფასებო 2026 წელს ფინანსებში თავიდან იწყებთ ყველაფერს. რადიკალურად იწყებს ზრდას და მიუხედავად აი ამ მდგომარეობისა, მიუხედავად ამ ათიანი ხმლებისა და მიუხედავად რვიანი თასებისა, რომ აღარაფერი აღარ გვინდა, აღარ გვიხარია და ზურგ მიბრუნებულები ფინანსებზეც პირადზეც არა, აქ ჩაერთვება გონება. ნახეთ, მამაკაცებსაც ეხება და ქალბატონებს წყვილში ამომდიხართ საოცარია.
არ არის გამორიცხული ერთი სფერო გაერთიანებდეთ და პირადი, ამიტომ მოხდა ფინანსებში ესეც, რომ ერთი სფერო გაერთიანებთ, ერთი სამსახურში მუშაობთ, ერთი საქმე გაქვთ, ხო ხვდებით და გიწევთ შეხვედრა ერთმანეთთან, მაგრამ აქ ჩაერთვება თავიდან ბოლომდე ტვინი, გონება და ფინანსებში ჩემო ძვირფასებო, ყველაფერი დაიწყება თავიდან, აბსოლუტურად თავიდან. მე წეღან რა ვთქვი ამ სანთლებზე, იმიტოა ნახეთ, იმდენად ძლიერ დამუხტული სანთლებია და პლუს ამას ეს 3 ღამე, რასაც დავმუხტავთ, აი თქვენ თვითონ ვენახავთ მე შედეგებს. მე რა თქმა უნდა, მე თვითონ ვიგეუბნებით რომელ დღეებში ანთოთ, რა სიტყვები უნდა ვთქვათ, როგორ უნდა ვთქვათ, აი ეს უკვე დანარჩენია, მიხვდით? მაგრამ იმიტოა, აი ხლა ჩემი პირადად ჩემი რაც არის პირადზეც და ფინანსებზეც ორივეზეა დამუხტული. აი მინდა რომ შეგახედოთ ორივე მხარე მეთია შეხედეთ. ორივეზე არის დამუხტული, შესაბამისად თუ ფინანსების რიტუალს ვატარებ კონკრეტულად ფინანსებზე, თუ პირადზე, კონკრეტულად პირადზე ვსაუბრობ, მაგრამ ყველა ვარიანტში ვანთებავს სანთლებს. ამიტომ ნახეთ, სამყაროსთვის თუ არ გავცემთ არც გვაძლევს სამყარო, ძალიან ჭკვიანურად, ძალიან გაწონასწორებულად ფინანსებში ამოდიხართ იმ ჭაობიდან, რა ჭაობშიც იყავით, აი საოცარია და ძალიან მიხარია. იმიტომ რომ აქ როგორ ჩავარდნილი სიტუაციაც გქონდათ, ამოდიხართ ჩემო ძვირფასებო, შესაბამისად ეს სიტუაცია მომწონს, არ არის გამორიცხული რომ ეს ჩავარდნაც ამ პირადის გამო იყო, ვაკონტროლოთ მაქსიმალურად ჩვენი თავები, პირადშიც, კარიერაშიც და ფინანსებშიც და ყველაზე მთავარი ვეცადოთ, რომ როგორ ავხსნა, იცით, როგორ აი გაეცით, მეტი დადებით გაეცით და მუშაობის დროს, როდესაც მუშაობ, ნახეთ, აი დღესაც ზუსტად ეს მივწერე რიტუალის დროს, მაშინ მომწერა, რომ აი ესე რომ მოხდეს და ვაიმე და არა. როდესაც მოვთქვათ და როდესაც სტირივართ, მეც ხელი მეშლება, მიხვდით? მომენტალურად ხან სანთელი აღარ მაძლევს საშუალებას გავაგრძელო, ხან დანა, ხო, ანუ ხო ხვდებით რის თქვა მინდა, ამიტომ მაქსიმალური ხელშეწყობა მჭირდება მეც. წარმოიდგინეთ, თუ არ ატარებთ არაფერს ჩემთან და არანაირი საქმე არ გაკავშირებთ და დგახართ და ისე მოთქვამთ, არც პირადში, არც კარიერაში, არც ფინანსებში არაფერი არ იქნება და ამიტომ მჭირდება თქვენზე უნდა შეუწყოთ თქვენ თავს ხელი, ნუ დაბლოკავთ თქვენ თავს, მიეცით გასაქანი, მით უმეტეს ამ წელს რაც არ გამოგივიდათ, მიეცით საშუალება თქვენ თავს რომ წახვიდეთ წინ, მიეცით საშუალება 2026 წელს რომ წახვიდეთ წინ, შემოიტანოს ცხენმა აი ეს ენერგია, აი ეს სიძლიერე, რა სიძლიერითაც მოემართება და კიდევ ვიმეორებ. არ გეგონოთ გველის წელი, რომელიც ნელა და მდორედ მიდიოდა. ეს არის პირდაპირ ცეცხლით შემოსული და შესაბამისად, სანამ თქვენ რამეს მოიფიქრეთ, სხვას უკვე გაკეთებული აქვს. აი ეს პირადშიც, კარიერაში სულ ერთია. მე არ ვაკონკრეტებ პირადში თუ მით უმეტეს პირადში, ხო? ამიტომ ძალიან გთხოვთ დროულად უფრო მეტად გადავზომოთ, არ ვიცი, დავწონოთ ყველაფერი ჩვენ თავის, მეც თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, მეც მუშაობ ჩემ თავზე და ჩემ სიტუაციებზე, ამიტომ თქვენც იგივე მინდა გაითვალისწინოთ და მეც იგივეს ვითვალისწინებ. საკმაოდ საინტერესო გაშლა არის, მრავალ შობა ახალწელს ჩემო ძვირფასებო. ვეცდები რომ ამ წელში კიდე ერთხელ ჩაგიწეროთ ვიდეო, მაქსიმალურად ვეცდები, არ მგონია მე მეტად ჩავწერო, ფიზიკურად ძალიან ბევრი რიტუალია და პირადი კონსულტაციებია ძალიან ბევრი და როგორ მოვასწრებ ვერ გეტყვით, ამიტომ ვარ დაგვირდებით ყვილად და მინდა რომ სწორი კუთხით შემოსული იყოს ეს წელი თქვენს ოჯახებშიც, ჩემს ოჯახშიც, ყველას ოჯახში და აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ძლიერი ძალისხმევით, შემართებით და სანამ ვინმე რამეს გადადგავს ნაბიჯს, თქვენ ეს უკვე გაკეთებული უნდა გქონდეთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ და მომმართოთ, დაგეხმარებით თუ ისე უბრალოდ თუნდაც რჩევა დაგჭირდეთ, მე მაგაში თანხას არავის არ ვართმევ, ასე რომ მე როგორც შემიძლია ყველას გვერდში ვდგავარ. დანარჩენ საკითხში უკვე გადმოდიხართ პირადში, თუ რაიმე სანთლებთან დაკავშირებით იქნება, წმენდებთან დაკავშირებით იქნება, მესამე პირის ჩამოშორებასთან დაკავშირებით, ყველაფერზე მწერთ პირადში. გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას, ჯანმრთელობის წელს პირველ რიგში და ხვავი ბარაქა და ყველაფერი საუკეთესო შემოიტანოს ამ ცხენის წელს ყველასთვის 2026 წელს. ეხლა დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, მიყვარხართ ყველა და მე მაპატიეთ, თავში ვერ ვარ თქვი, ეხლა ვიტყვი,
განსაკუთრებული საოცარი მოკითხვა ჩემს ემიგრანტებს, ჩემს საყვარელ გოგოებს და ბიჭებს, მიყარხართ ძალიან გეფერებით ჩორიდან და ძალიან გამიხარდა დღეს რამდენიმე მითხრა რომ იანვრის ბოლოს ჩამოდის და აუცილებლად ნახავენ და აი ძალიან გამიხარდა და ყველას გაცნობა და ნახვა მიხარია ჩემო ძვირფასებო. ასევე თუ ვინმეს დეტალებში რამე გაინტერესებთ, წერთ პირადში, ასევე ძალიან გამახარა გუშინდელმა სიტუაციამ, 2 კვირა, ну 3 კვირა რაც ამ გოგონასთან საქმე დასრულდა, აბსოლუტური კონტაქტობა იყო და რა ვიცი, თუ და გაინტერესებთ, პირადში ჩაგიგდებთ on screen-ს, რა თქმა უნდა, მისაჭეროზე რამე წარდეთ, თვითონვე ამ ბიჭმა როგორ უთხრა, რომ დავოჯახდეთ, გრძნობ რო არეულია სიტუაცია და არ მინდა რომ ისევ აირიოს. ნახეთ, მამაკაცები თვითონვე ხდება. ძალიან მიხარია რომ მამაკაცები იაზრებენ ჩემო ძვირფასებო რაღაცებს იმ დონეზე რომ ხვდებიან რომ რაღაცების ბრალია და არა კონკრეტულად ამ გოგოსი, ამიტომ ძალიან გამიხარდა, თვითონაც ძალიან ბევრი მადლობა გადამიხადა და პირიქით თქვენ მადლობა ჩემო ძვირფასებო ნდობისთვის, მაგრამ საქმე ვიღაცასთან 2 კვირაში გამოდის, ზოგთან 3 თვეში, ზოგთან 6 თვეში, ეს არ ვიცით, ხო? ვის როგორი სირთულის სიტუაცია. ეხლა ამ გოგონას ზუსტად რამდენიმე კვირის ნაჩხუბრები იყვნენ და კაკრას რა, აი კარგად მოკიდეთ. იმიტომ ვიძახით, ცხელზე უფრო ვშველით ხოლმე. დანარჩენი უკვე პირადში გელოდებით ჩემო ძვირფასებო, მიყვარხართ ძალიან და კიდევ ძალიან დიდი მოკითხვები ჩემს ემიგრანტებს. ჩემო ძვირფასებო, გამძლეობა, მრავალშობა ახალწელს, მიყვარხართ ყველა. დროებით.